დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისათვის პრეპარატ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ იტალიურ მწარმოებელთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯოლაძის თქმით, მედიკამენტი განკუთვნილია ბავშვებისათვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 100-მდე ბავშვის მშობელი სხვადასხვა სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას 2 წელია ითხოვს. წამლის მოთხოვნით მშობლები 40 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ღამისევით მართავდნენ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია იტალფარმაკოსთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. 28 მაისი იყო, როდესაც ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად ჯივინოსტატის გამოყენება, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარე იყო. ეს საერთოდ არის პროცესი, დიუშენთან დაკავშირებული პროცესი, რომელშიც ძალიან სწრაფად ვითარდება პროცესები, ცვლილებებიც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. აი მაისის გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო და დააჩქარა შეიძლება გადაწყვეტილებები. სიფრთხილის მიუხედავად, მაინც გაბედული გადაწყვეტილებაა ეს გადაწყვეტილება. ნამდვილად მიხარია, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი გახდა. ასაკის ჩარჩო დაახლოებით ასეთია 6 წლიდან იწყება და გადაადგილების უნარის ქონა აუცილებელი, რომ ჩაერთოს და მიიღოს ეს მედიკამენტი. ასეთ რიცხვი, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ასაკით და ამ გარემოებით წრე ბენეფიციარებისა. იქ არის დამატებით გარკვეული ფაქტორები, რომელზეც გვესაუბრება თვითონ იტალიური მხარე და რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული მათ შორის ანალიზების ჩატარება. თუმცა გამორიცხულია, რომ ეს დიდი რიცხვი იყოს ბავშვებისა, რომელთან მიმართებაში შეიძლება აი ასაკის და ამ გარემოების მიუხედავად შეიძლება ვერ ხერხდებოდეს. საორიენტაციოდ იქნება ლაპარაკი დაახლოებით 30-ის ფარგლებში, 30-35 ალბათ რიცხვი ბავშვებისა, რომელსაც შეიძლება ეს მედიკამენტი გამოადგეთ. ჩვენ ვემზადებით მორიგი გადაწყვეტილებისთვის მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რაზეც თავიდან აღინიშნა, რა იქნება ეს, როგორ იქნება, რა პირობით იქნება, ამაზე ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გესაუბრებით. რეალისტურია, რომ სექტემბერში რეალურად დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით ალბათ სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება. გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში ჯივინოსტატის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცეს სურვილმა, რომ ჯივინოსტატის საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს, როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს.